მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ და 4 შაბათია ჩემი საავტორო გადაცემით ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება ბრუნდებით პირდაპირ ეთერში მედია კავშირი ობიექტივისა და იმედია რომ დღეს ერთი ლამაზი პოეტური საღამო იქნება ჩვენს ეთერში. ჩემი სტუმრები არიან შესანიშნავი პოეტები გორიდან, მე ტრადიციას არ ვარღვევ. ორი სხვადასხვა თაობის პოეტი მყავს სტუმრად. უფროსი თაობიდან ბატონი ნოდარ მდინარაძე, მოგესალმები ნოდარ, რომელიც არის ცნობილი პოეტი, მსახიობი, ცნობილი თამადა, დაბადებული 1955 წელს. ორი წიგნის ავტორი, მრავალი რეგალიის ავტორი, მაგრამ არ ჩამომართლევინა ეს რეგალიები. და ასევე დანტე დარდიანი, იგივე გელა სადაღაშვილი, ერთი წიგნის ავტორი. იგი გახლავთ წარმატებული სტუდენტი, მაგისტრანტია გორის უნივერსიტეტისა, სხვათაშორის 100%-იანი გრანტი აიღო, ეხლა მაგისტრატურის, უნიჭიერესი პოეტია, უნიჭიერესი სტუდენტია. პირველად არ არის ისიც ჩემ ეთერში, დათო დარბაიძესთან ერთად მყავდა ამას წინათ, უпроსტად რამდენიმე წლის წინ და იმედია რომ აი ეს ორი თაობა დანტე დაბადებული 1991 წელს აი ეს ორი თაობა საოცარი პოეზიით, თავისი საოცარი შემოქმედებით გაალამაზებს დღევანდელი პოლიტიკური აპოკალიფსებით დამძიმებულ საქართველოს. რამე თუ საქართველო მაინც პოეტების ქვეყანაა და არა პოლიტიკოსებისა, რადგანაც პოეზია უფრო როგორც ჩვენი დიდი წინაპრები ამბობენ, უფრო ღვთიური საქმეა და ოდითგანვე სიბრძნის ერთ-ერთი დარგი იყო. მე ახლა სიტყვის ალავერts გადავალ უფროსთან, ნოდარ მდინარაძესთან და მინდა რომ სამ-სამი ლექსი წავიკითხოთ, სამ-სამი ლექსი, სამი ლექსის მერე უკვე ისე მერე დანტე დარდიანი წაიკითხავს, თან ვისაუბროთ ჩვენი შეხედულებები კულტურაზე, განათლებაზე, საქართველოზე. ჩვენი გადაცემა აპოლიტიკურია მოგეხსენებათ და იმ შემოქმედებით გეგმაზე, რომელიც თითოეულ თქვენთაგანს აქვს. რამე თუ დღეს მე ვფიქრობ, რომ საქართველოს არც ერთი ტელეარხი ამდენ დროს არ უთმობს ლიტერატურას, ხელოვნებას, სულიერებას, როგორც მედია კავშირი ობიექტივი და ეს ჩემი საავტორო გადაცემა უკვე ლამის 16 წელი სრულდება, 15 წელზე მეტია, რაც აი ამ ეთერიდან გაისმის. სიტყვის ალავერts ნოდარ მდინარაძესთან ვარ. მოგესალმებით პოეტი და ბატონო ვაშა, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. მადლობა მოპატიჟებისათვის, მადლობა იმისათვის, რომ მაქვს საშუალება წავდგე თქვენი და ჩვენი მსმენელის წინაშე. მე რამდენადაც გორიდან ვარ და გორი მეამაყება რომ ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა და ქართული თავისი კოლორიტით და ჩემი პირველი ლექსი რომელიც მინდა თქვენ მაყურებლისათვის, მსმენელისათვის და ჩემი გორელებისთვის დავიკითხოთ, რომ არ დავკარგო. ეს არის შემოდგომა გორში. თან წამოვიყოლე წიგნი, უკვე დაახლოებით 2013 წელს არის ეს წიგნი დაბეჭდილი და წამოვიყოლე ახალი ლექსები. ისე რომ ახალი წავიკითხოთ და ძველი. ახალი წავიკითხოთ, ძველი წავიკითხოთ, პატრიოტული წავიკითხოთ, სალაღობოც გავა და ასე შემდეგ და მე მგონია რომ სამიჯნუროც, სატრფიალოც და ასე შემდეგ. და იმედი მაქვს რომ ლამაზი საღამო გამოვა. სანამ ისინი ამ ლექსს ავიკითხავდი შემოდგომით გორში, გორის დღეებია ხოლმე და ყველა თქვენს მსმენელს ვეპატიჟები პირადად მე. დიდი მადლობა. შემოდგომა გორში. მიმოაბნია შემოდგომამ უხვად ფერები, ზოგს ერგო რუხი, ზოგს ყვითელი, ზოგს შერჩა მწვანე. ქართლის სანახებს გადმოევლო ყელმოღერებით და მობრძანება შეახსენა ლიახვის ჭალებს. მარნის კარებთან დაუცლიათ კაცებს ჭურები, აპეურების შეხსნას უცდის ხარი ნიკორა, ყნოსვას მოგტაცებს სუნი
ცხელი შოთის პურების ვიღაცამ უკვე შუბლზე ჭიქაც გადაიგორა სუსხმა მოუსწრო დაუკრეფავ ხეხილს ბაღებში ზოგან რთველია ზოგან მაჭრის სული ტრიალებს სამეფო სუფრა გაუშლიათ ნაჭარმაგებში და შემოდგომის სადღეგრძელოდ ცლიან ფიალებს მორაკრაკებს ღვინო დოქიდან გულხელ გაშლილი ეგებება სტუმარს ქალაქი ზურგს უმაგრებენ გლეხკაცები ქალაქს სოფლიდან სავსე ბეღელით ღვინით ხილით მთელ წლის მარაგით ჩაყუდებულა შემოდგომის მზე ცივწყაროში ისე ნებიურობს თითქოს შუა გაზაფხულია თანდათან ხვდები ამ უგზადოდ დიდ სამყაროში ჩემი ქვეყანა დედამიწის თაიგულია ბრავო მშვენიერი ლექსი მიუძღვნა მშობლიურ გორს ბატონმა ნოდარ მდინარაძემ დიახ ეხლა ქართველი კი ბატონო ბევრჯერ პირისპირ კბილით კბილის წილ სისხლის წილ მეც გამიღია ციხის გოდოლთან ტაძრის კედელთან ჩემი წილი ქვა მეც და მიდია მეც ამიღია ხელში მახვილი კალამი ხელში მეც ამიღია ჩემი ღირსება განუყოფელი სადაც წავსულ ვარ თან წამიღია არ მიცხოვრია მზაკრული სულით სხვისი სათიბი არ მითიბია არ მიცხოვრია სხვების დაკრულზე კაცისთვის სარმა არ დამიდია არ მდომებია იმაზე მეტი რაც დამითესავს ის მიმიღია თუმცა არ უმალავ გაწმულ სილისთვის სამაგიერო მეც მიმიგია ღმერთო მაცალე საფლავში ჯავს ნუ ჩამატანინებ ჯვარი რომელიც მხრებზე დავიდგი გოლგოთის თამდე მიმატანინე გაიხარ ხო დავიცი კიდე ერთი ლექსით ერთი ლექსი მინდა მერე წავიკითხო რა ვიცი ცოტა ისეთი ლექსია თუ ამის ნება მექნება ეპიზოდი დიდგორის ბრძოლიდან კი ბატონო ყოფნა არ ყოფნის დგას მძიმე ჟამი ბოლო არ უჩანს სელჩუკთა ლაშქარს ცოტაც და თურქთა მტრის ნიაღვარი ირგული ყველაფერს ზღვასავით შთანთქავს სტუხან ქვეყნები სტუხ საქართველოც კარს მოსდგომიათ გადამთიელნი სურთ ყოველივე მოსპონ გათელონ ცეცხლით მახვილით სისხლიან ხელით დიდგორის ველზე ამხედრებული დავითი ადგილს გოჯდა გოჯ ზომავს ბრძოლა შედგება გახელებული შეძლებს კი მეფე ბიზნის მიღწევას დღეს ან არასდროს ფიქრობს სარდალი იმედის თვალით შეხურებს ზეცას ღმერთმა დასყევლოს ყველა მტარვალი დღეს სისხლის ფერი ექნება მზესაც და სთქვა დავითმა სპად გასაგონად თუ არ ვიბრძოლებთ ვიქცევით მონად ან გავითენებთ დილას ოცნების ან ბრძოლის ველზე დავიხოცებით მოსთხარეთ კლდე და მოსთხარეთ მიწა უკან სავალი ჩახერღეთ გზები და მკერჩი გული უძგერის ვისაც მამულისათვის შემართეთ ხმლები და შედგა ომი ძლიერთა ომი ამერთა და იმიერთა ომი ჭაბუკთა ომი ხნიერთა ომი წმინდანთა და მიწიერთა ცაელვას ქამრად იხვევდა წელზე მიწას სყეული და თავის გაჩენას შეჭექდა დავითი დიდგორის ველზე საქრისტიანოს გადასარჩენად ბრავო მშვენიერი ლექსია დიდი მადლობა ცა წელზე იხვევდა ელვას ქამრად მშვენიერი ხატსახეა ბრავო ნოდარ ბრავო მე ახლა დანტე დარდიანთან როგორც გითხარით უფრო უმცროს კოლეგასთან გადავალ სიტყვის ალავერts კიდევ ერთხელ გაგაცნობთ დანტე დარდიანი გორის უნივერსიტეტის უნიჭიერესი მაგისტრანტი 100%-იანი გრანტი აიღო სხვათა შორის ბაკალავრიატით წარმატებით დაასრულა ამ კაცმა ერთი ნაკლი აქვს რომ უცოლოა და აქ სევდიანი ლექსები და თავისი ხელწერა აქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი მე მომწონს ამ კაცის პოეზია სოციალურ ქსელში ვინც ადევნებს თვალყურს დანტე დარდიანის პოეზიას ხდება რომ იგი პროფესიონალი პოეტია მე ვცდილობ რომ აი ამ გადაცემებში ყოველთვის მოვიწვიო პროფესიონალი შემოქმედები
ეხლა ბატონ ნოდარ მდინარაძე რო პროფესიონალი ხელოვანია შემოქმედი ამაზე არ ლაპარაკი, მაგრამ აი ახალგაზრდა კაცი უკვე მესამეთაა ჩემთან თუ მეოთხედ გადაცემაში და მისმა პოეზიამ ასევე მოწონება დაემსახურა. გთხოვ დანტე. მოგესალმებით ბატონო ვაჟა. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელებს. მადლობას გიხდით რომ კიდევ ერთხელ დამითმეთ ეს თქვენი ტრიბუნა და მაძლევთ საშუალებას გამოვიდე ხალხის წინაშე. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ თქვენ. პირველად სწორედ თქვენს ეთერში გამოვჩდი მე და თუ რამეს ვაკეთებ ღირებულს, ამაში თქვენ დიდი წვლილი მიგიწვით. მაშინ მეც პატრიოტულ ლექსს წავიკითხავ. კი ბატონო. პირველ რიგში ჯერ იმედიანს, იმიტომ რომ გასაგებია ცუდი დრო გვიდგას, მაგრამ რომ გადავხედოთ თითოეულ ეპოქას, ყველა ეპოქაში იყო ეს ძალიან დიდი კატაკლიზმები. ჩვენ უნდა დავინახოთ რა მძიმე რეალობაში ვართ, რომ ხსნის გზა ვეძებოთ, მაგრამ ნიჰილიზმში არ უნდა გადავარდეთ ეს მთავარია. ეს ლექსი თქვენს ეთერში წაკითხული მაქვს, მაგრამ ვფიქრობ არ კარგავს აქტუალობას და ალბათ არც არასოდეს დაკარგავს. ჩვენ ქართველებს რა გვიჭირს? ეს არის ერთიანობა, ერთმანეთის გვერდში დგომა. ამიტომაც დავწერე, ეს ჩემი ოცნებაა, შეიძლება ასე ითქვას და ჩემი იმედია. სანამ იმაგრებს ბეჭებს დარდიანს, ამაყი მზერა ციხე გორისა, მე ვუმკლავდები ფიქრებს ავდრიანს, არ მაქვს მიზეზი ქართლის გლოვისა. სანამ ჩამესმის სვანური მუხბე, სანამ მეძახის მეგრელი ჯიმას, როცა საშველა დაჭარელს უხმობ, მოდის მიჩერებს ცრემლების წვიმას, სანამ იმერი მიმაგრებს ფესვებს, ქართველი უხმობ ხოლოდ ქართველებს, მოვლენ შვილები მანუჩარ მესხის დაჭაობიდან მომათრევენ. სანამ კაშკაშებს გურულის ეშვი, სანამ იმედით მოველი რაჭველს, სანამ აფხაზი გულის ჯიბეში ქართული დროშის ინახავს ნაჭერს, სანამ ჩამესმის ომა ხიანი, კახის სიმღერა მოდიანი ვიცი, ჩემი მთიანი კუშტ სახიანი, ძლიერი მკლავით დამტკიცე ფიცით, სანამ აქვს გულთან როგორც თილისმა, ფერე იდანის სუნთქვა ქართული, სანამ ფეხზე დგას დედა თბილისი, მტერო დაგხვდები წელგამართული. ბრავო, შვენიერი ლექსი წაიკითხა და მახსოვს ეს ლექსი, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი პატრიოტული ლირიკა, არა მარტო დანტე დარდიანის, არამედ სრულიად ქართულ პოეტურ სივრცეში. დიახ. მაგრამ რა არის იცით, აი ის მძიმე რეალობა, რაც გვაქვს ჩვენ და რასაც უნდა მივაქციოთ, ყურადღება ამაზე უნდა დაიწეროს აუცილებლად. რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, სწორედ ეს არის ხელოვანის მისია, როგორც ასეთი. ირგვლივ ჭაობი, ძვირფასო დროვერ, მიშველის თავი ლექსებს მივანდე, როდესაც ვხედავ ამდენ მედროვეს, როგორ არ უნდა დავდარდიანდე. ჩოხას არჩიეს, უცხოს ხალათი, წინაპარ შრომა წყალში ჩაყარეს, ვინც საქართველოს ვერ უღალატა, დასწამეს სისხლი ნაყივ ჩაღარის. გვჩვეოდა ესეც, იმ განსხვავებით, ადრე იბრძოდნენ დუმილის ნაცვლად, დღეს ყველა მხრიდან როგორც სვავები, ელიან ერის სისხლისგან დაცლას. ჰუმი სამართოდ, ფიქრის გარეშე, თვალ დახუჭულნი ხელის ცეცებით, ბნელის ჩურჩულით უკუნ ღამეში დაძრწიან ისე როგორც მხეცები. დარაღა დარჩა, ძვირფასო ბოროტს, დაბნეულ სულთა მონადირება, ჰო მიხვდებიან შეცდომას ბოლოს, უმწეობისგან აეტირებად. აწვიმ სამშობლოს, სახურავ ახდილს, სიმართლე გულს წვამს დაუფარავი, დღეს ხომ ქართველი ცდილობს რომ გახდეს, ისევით ყველა, ანუ არავინ. ბატონებო, იცით რა არის, ჩვენ ვამბობთ ხო? შვენიერი ლექსია და ერთ რითმაზე მინდა გავამახვილო კიდე ყურადღება, მე ისაუბრეთ თქვენ. პირველად ვნახე ესეთი ლამაზი რითმა, ჩაყარეს და ნაყივ ჩაღარე, აი, როგორი, აი, მე მინდა ჯერფას ტელემაყურებლებს უთხრა, იცით, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრს ვეძახით, აუ, რა პოეტია და მეფია და ეს შედევრია, დააკვირდეთ, აი ესეთი რაფინირებული პოეზია. აი ეს არის ნამდვილი პოეზია, ამიტომაც დაფიქრდით, როდესაც სოციალურ ქსელში ლექსებს აქვეყნებთ, რომ არ გავდეს იმას, რომ ფორტეპიანოზე დოლი დაუკრა და დოლზე კიდე პიანინო. დიახ. კი, უბრალოდ დღეს რომ მიდის ეს საუბარი ჩვენ იქ ევროპელები ვართ, ისინი ვართ, ესენი ვართ,
მინიმუმ 3000 წლოვანი ისტორია გვაქვს და ჩამოვყალიბდით ქართველ ერად და მე მგონი არაფერი არ გვაქვს ჩვენს სამარცხვინოს ხების შესაშური ჩვენ უკვე დავიკავეთ ჩვენი ნიშა იმ კაცობრიობის ისტორიაში და გვაქვს ის ღირებულება და რატომ გვინდა რომ გავხდეთ სხვები ამაში ხომ ჩვენი წინაპრების დიდი ჯაფაა ჩაყრილი და თან დაგიტოვეს ეს შედევრი როგორიც არის ღამურა ხო კი ბატონო ეს ცოტა მძიმე ლექსია ახალი დაწერილია სხვათა შორის აი ეს ბოლოდროინდელ მოვლენებზე ვფიქრობდი მეც ჩვენი უწმინდესის გამოსვლაზე ხალხის რეაქციაზე უბრალოდ გამეფიქრა და შემომეწერა რა არის იცით ჩვენ ხო სულ ვამბობთ რომ აი დიდი კაცი გვჭირდება რომ გვიშველო სად არის რატო არ იბადება რა დავაშავეთ ასეთი მაგრამ იქნება კაც ჩვენი ბრალია და აი მე მგონი ლექსში გამოჩდება მართალია დიდი დრო იყო ძველ დიდებიდან გასული ფიქრიც გავდა გაქცევას და შეგვრჩენოდა ჩვენ მითებიღა ბუხარის პირზე თავშესახცევად ველოდით ასე გვჯეროდა გვწამდა ალბათ ვიყავით ამგვარ ბუნების ფლამ გავდით დღეებს სიცოცხლეს წარმტაცს და მერე ურცხვად ღმერთს ვამტყუნებდით კვლავ მივტიროდით რაც იყო წინათ არც მინიშნებებს ვიღებდით ყურად დასველებულნი დავგმობდით წვიმას ნაცვლად რომ სახლი გადაგვეხურა რომ გვექცა ნატრად გულის ნადებად დიდი ქართველი ერს თახს ჩამოშლილს არ დავაცადეთ ნი დაბადება წუხელ მოვკალით დედის სასოში აბორტის თემაზე ვფიქრობდი და ძალიან არის გაზრდილი ეს რიცხვი გასაგებია ყველაფერი შეიძლება თუ ახსნა გვინდა და გამართლება გავამართლებთ მაგრამ იქნების დიდი ქართველი ის ვერ დაბადებული ბავშვები არიან რამდენი გამოერია ვინ იცის აიწერან საუბრობ ჩვენ ეთერის გარეშე ძველ საქართველოში ჩვეულებრივად 6-7-8 შვილის ოჯახები ყო ამან გადაარჩინა საქართველო და როდესაც სოლომონ პირველი ხრესილის ბრძოლაში 1757 წლის 14 დეკემბერს თურქებს ამარცხებს მარწყო რაჭის საერისთავოში 20,000-ზე მეტი ჯარისკაცია ხალში ხვლით და შუბით და ასე შემდეგ ხო ესე იგი წარმოიდგინეთ როგორი სიმჭიდროვით არის დასახლებული და დღეს რაჭაში შეიძლება ოლნის და ამბროლაურის რაიონში ერთად 10,000 კაცი ვერ მოკრიბო დიახ ბატონო დართანავარ სიტყვის ალავეთ ხო ეხლა მაინც შეგადაში ვიტყვი რა კი ბატონო უკვე პატარა აღარა ვარ ძალიან ბევრს მოგზაურობ ძალიან ბევრი ძმათნაფიცი და მეგობარი მყავს სვანეთში ხევსურეთში მთაში ჩემი ცხოვრება ეგრეთ წარიმართა და თვითონ დეტალს თვითონ პატარა ნიუანს ყურადღებას ვაქცევდი ხოლმე და ეს ლექსი რომელიც ეხლა უნდა წაგიკითხოთ ეს იყო გელაჩი. მე ხლა გამახსენდა, ნუ და თქვენი ნაჩუქარი ჩონდური. ფანდური. კი, პატარა რომელიც ჩემს სამუშაო მოწმიდე. ბატოშორის აი ნოსტალგია ვისაც აქვს ჩვენი ემიგრანტებს მიაქვთ ხოლმე და ეხლა რისი თქმა მინდა იცი ხევსურეთში აქ მაქვს ერთი ხევსურის სიმღერა მაქვს გელაჩი და მაქვს კიდე მამის ხსოვნას და მე ვეცდები რომ უფრო მეტი წავიკითხო რა მეტი გაიგო შესაძლოა მე მოვყვები გელაჩი და სხვათა შორის ბრაზდები ხოლმე მე ვწერ და რა შედეგი გამოვა რა რითმა იქნება ამას ყურადღებას არ გელაჩი მყავდა ბრწყინვალე მოძღვარი გარდაიცვალა ერთმანათელში ამყოფოს მამა იოსებ ბურჯანაძე ცეცხლში გაიარა ისე ბერმონაზონი ბრწყინვალე ოდე ძალიან ხშირად ბატონო ვაჟა მოლექსი ხალხი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდებიან ხოლმე მაგრამ მე წერ და მინდა რომ ჩემი ლექსები გული გავიხარო და სხვაც გავახარო გელაჩი მორღვეულია ყელი გუმბათის გელაჩი წვიმა ფრესკებს ასველებს ვკითხულობ ანდერძ მეფე სულმნათის საფლავის ქვასთან იხმობს მნახველებს რატომ მეფეო ვის წინ ხარ ვალში რა დიდხო გულზე ფეხი დაგადგან რომელს მიიჩნევ ჩამონათვალში რომელი იყო ცოდვანი მათგან დიდგორი არა იქნებ ანისის იქნებ დმანისის ან და თბილისის ან იქნებ კრება რუის ურბნისის ცოდვა გაქვს განა ვისი ან რისი ხავსი ედება დაჟამულ ლოდებს
დადუმებულან საფლავის ქვები მიწის ზემოდან წარსული კოდებს მიწის ქვეშეთში ბორგავენ ძვლები. ბრავო, ნოდარ. საოცარი ლექსი. აი, წაიკითხა, იმიტომ ყველაზე დიდი პოლიტიკა აი კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა ჩვენი ნაკვლოვანი. აი შედევრი წაიკითხა იმ ტკივილზე რომელიც გელათის ფრესკებს დაატყდა თავს რამდენი ხანია და ვერ გადახურეს, ვერ აღადგინეს, ვერ უშველეს ამ უძვირფასეს ისტორიულ ძეგლს. მე ხარს უჭერ მამა დავითს წინამძღვარს გელათის მონასტრის აი მაიოსების შემდეგ და სამარცხვინოა ყველანაირი ხელისუფლებისათვის რომ ეს უდიდესი ჩვენი სულიერების კერა ისტორიულ არქიტექტურული ძეგლი გნებავთ და აი ესეთ მდგომარეობაშია დღეს. დიახ, ეს ლექსი მეუძღვენე ჩემს ვარნაპის გარდაიცვალა ირაკლი ალუდაური მსახიობი იყო, ხახმატელი იყო, კაი სხვათა შორის მამამისთან ქუცა ჩოლოყაშვილი მეგობრობდა და იქ რამოდენიმე ღამე აქვს გათენებული. სალკდებთან ვარ გაზრდილი ვით ფეს მაგარი მუხაო ხან შურთხის ხორცით ნაყრდები ხან ქერის ხმიაც ხუხავო გულს ხან ლექსებით ვიოხებ ხან მარტოობას ვწუხარო წყურვილს ხან ლუდის მით ვიკლავ ხან ჟიპიტაურს ვხუხავო ხან ცელის ქნევით ვიღლები ხანაც ბერდენგას ვქუხავო მთას უნდა შემოაბერდე მთიელი კაცი თუ ხარო არსად წასვლას არ ვაპირებ მტერო ამაოდ ნუხარო აბოლდი ამოგიზგიზდი მამა პაპურო ბუხარო სისხლო არ დამაღალატო ძარღვებში ნათუხთუხარო დასჭექე მტერს და მოშურნეს სათქმელი პირში უთხარო. ბრავო რა. აი ძვირფასო ტელემაყურებლებო ესეთი შედევრები და ესეთი შედევრები წარმოგიდგინეთ დღევანდელ გადაცემაში ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება ნოდარ მდინარაძეს კიდევ ერთი შედევრი რომელიც მის ძმადნაფიც აც გარდაცვლილ ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ის არის ბატონო ეს ერთი მამა ჩემს მიუძღვენ რა მამის ხსოვნას იმიტომ რომ რა ვიცი სულ დედის ადგილძელოებს ვამენ ხოლმე ქორწილში ნათლობას დედა და ავიწყდებათ ხოლმე მამები და მამა ჩემი იყო სამამულო ომის მონაწილე, ხოდი ასე ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. და ჩვენი ოჯახიდან 3 ძმანი წავიდნენ. 2 გაიწვიეს და მესამე თვითნებურად წავიდა, 2 ძმა იქ არის, მე გუგურ გავჩერდებიო. 2 დაბრუნდნენ და ივანე იქ დარჩა ქერჩი. მამის ხსოვნას ეს რატო დავწერე, იცი? ბოლო დროს რაღაცნაირად დაუფასებელი ხო რა, რაღაცა თვითონ არაფერი ევროპის დღე დაარქვეს ამ კრეტინებმა, რაშუაში ევროპა სტალინის ხელმძღვანელობის სიზმარი ვნახე. მეორე მსოფლიო მამა ჩემი მსაყვედურობდა. იჯდა მარტო კაც არიელი თიხის ჯამებით. მსაყვედურობდა რომ დაგუჩემდა უმადურობა მამა პაპათა ნამოღვაწრის დასამარებით. დღეს თუ ზღვის გაღმა საქართველოს მიწას იცავენ. ქერჩთან, მარუხთან, ჩვენს ქვეყანას ჩვენს ხომ ვიცავდით. ნურაზრუს გაგუჟჯი იმისათვის, რაც ჩვენ ვიწამეთ, თუ ჩვენ სამშობლოს უერთგულეთ კუბოს ფიცრამდე. ომია იყოს, თუნდაც ორ კაცთა შუა, თავარია რომ ბრძოლას ჰქონდეს აზრი, მიზანი, მოვადრო როცა გაარჩევენ მართალს და მტყუანს და მას ვინც სწორად შეაფასებს კაციც ის არის, კარგს იზამ შვილო მოაყვები ნაბუდვარს მზაკვრის თუ არ მოусვენ მოშხამული დროის ჭრიჭინებს მერწმუნე შვილო დაედება ფასის სისხლს დაღვრილს ჭიქას წამიქცევ და მისურვებ ტკბილად იძინებ აღარ ვიქნები გულნაკლული აღარ წეული საფლავშიც ვიგრძნობ ჩემი თხოვნა თუ შეისმინე შენ კი გაბრუნდი ამაყიდა თავაწეული ქართველო ხელი ხმარს იკარო წაიღიღინე შვენიერი ლექსი შემოგთავაზა. აი პატივი მივაგე იმ ომში. ვერთმა გაგახაროს, ვერთმა ნათელში ამყოფოს, სამამულო ომში დაღუპულები, რა თქმა უნდა, 700,000 კაცზე მეტი წავიდა საქართველოდან და 300,000 კაცზე მეტი დაიღუპა რა. და ეს დიდი სამამულო ომი კიდე ჩვენ და საამაყოთ, სწორედ გორელი კაცის, იოსებ სტალინის
გენერალ-სიმუსობით და მთავარსარდლობით იქნა მოგებული. სწორედ აქ გაიბწყინა ქართულმა გენიამ, რასაც დღესაც ვერ პატიობენ ეს სოფლიო ბოროტი ძალები. დანტე დარდიანთან ვარ ამ ახალგაზრდა შემოქმედთან სიტყვის ალავერც. წეგან ბატონმა ნოდარმა თქვა არ გამამტყუნონო და როგორ უნდა გავამტყუნოთ? პოეზია ხომ ჩვენი თავში საფარია და ის ჩვენი პატარა თავისუფლებაა აი ამ ბორკილ დადებულ რეალობაში, ხო? მართალია. და ჩემი აზრით პოეზია არის ის, რაც აი ეს უცაბედად იბადება და წერა, როცა არ ფიქრობ. ლექსი არ არის კონსტრუქცია, რომ იქ ყველაფერი ესე მათემატიკური ფორმულით გათვალო. ყოველ შემთხვევაში მე ასე წერა არ მინდა, იმიტომ რომ ეს არ მომცემს მე იმ სულიერ ჰარმონიას, რაც მე ვიპოვე პოეზიაში. ეს ლექსი ეხება ადამიანის ეგზისტენციალურ კრიზისს და ხო აი საბოლოოდ რომ მაინც რომ არ უნდა დაეცეს ადამიანის სულით და მაინც უნდა იბრძოლოს, სანამ ცოცხლები ვართ უნდა ვიბრძოლოთ. მაგრამ რადგანაც კაცნი ქვია შვილი სოფლისა. უნდა კიდევაც მისდიოთ ორკესტრი. დიახ. თითქოს ეჭვები არ ხევდა ფარდას, მახსოვდა დაღი ნიშარ შანდელი და წინაპარის საყვედურს გავდა მივიწყებული ძველი შანდალი. ვითხოვდი შველას და არ ესმოდათ, იქნებ ვიყავი სულ სხვა მასალის და მომერია დარდი ესოდენ დავრჩი უნიჭო მინიმასავით. ნი გავყურებდი მე ჩემს ფიანდას, ირონიულად გაღმა დაგებულს, ვიცოდი ძლიერ და მიგვიანდა ვეღარ მიხსნიდი გაღადაკებულს. ხედავდი, ეშმას უკვე ართობდნენ, ჩემი ფიქრები ხრიოგზე მარცვალს, გავდი და ბედის უკუღმართობით, ხევში დავეშვი ამოსვლის ნაცვლად. და მომელოდა, ცეცხლის გალიით, მარადიული, ტანჯვის ბელადი, მე კი მჯეროდა, რომ გრიგალივით, თვით ჯოჯოხეთსაც გადავთელავდი. ბრავო, შვენიერი ლირიკა, მაღალი დონის. ეს ლექსი, მომდევნო ლექსი დაიწერა სრულიად სპონტანურად. გორის ქუჩებში მივაბიჯებდი, ალბათ ისე უნივერსიტეტისკენ როგორც ყოველთვის და რაღაცნაირი ნოსტალგია მომეძალა, წლებიც ხომ მალე გადის. მეც თანდათან მეწევა ასაკი და ძნელია მის დაჯერება. შენ უიწუწუნებ ასაკი შორსაა შენგან. თან რა არის, იცით, წარსულში ისეთი მომენტები რჩება ზოგს, რომ ვეღარც გაიმეორებ, ვეღარც გააცოცხლებ, ეს ხო ჩვენი ტკივილებია დახუნძლული. მარადეულ ტკივილებად რჩება. რა უყოთ, წესი არის ბუნების. ყველანი წავალთ ასეც და ისეც. მივყვები ქუჩას და რუდუნებით, წერ უბრალო ლექს, არაფერს ისეც. ამ ძველ ქუჩებში დუმს ისტორია, დავით ჭაღარა მამასახლისი, დგას გორის ციხე-დევის ტოლია, ჯერაც ატყვია კედლებზე სისხლი. აქ პაპაჩემი დააბიჯებდა, დარჩ შეპარული ხან საათობით, თითქოს კვლავ ხედავ მდგარს ძმაბიჯებთან, მამაჩემს ტკბილად მას ლაათობენ. აგერ შენც აქ ხარ, ზისფერი კაბით, მე შემრჩა დარდი შენი ტოლიღა, ვერ შესახები, როგორც კაკაბი, და თითქოს მართლაც არ გათხოვილ ხარ. თვალთაგან მალე გადადის ბინდი, მართლაც ბინდია ღმერთო ან იქნებ. და მერე როგორც გარყვნილი რინდი, ღვინოს დავლევ და მუშტსაც გავიქნებ. შვენიერია. შვენიერი როგორი სევდა და ტკივილია. რა არის იცით, ეგ მომენტიც არის რომ ადამიანი არც სევდაში არ უნდა ჩაიძვიროს, ხშირად ეშლება ხომ ხე ჩემი ფსევდონიმის გამო გგონიათ რომ რაღაცა სასოწარკვეთაში ვარ. არ არის ესე ნამდვილად და მე მგონი თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი წილი სევდა სატარებელი, უბრალოდ მე ვწერ ამაზე. ამის შესაძლებლობა მაქვს თორემ სხვა მხრივ რომ შემეწოს უკეთ გამოვხატავდი. მაგრამ საბოლოოდ მე მგონი ადამიანის ყველა პრობლემა, ყველა ტრაგედია მოდის ისევ თავისივე შეცდომებიდან და პირველ რიგში იქიდან რომ ღმერთს შორდება. მე სამწუხაროდ ჯერ ისევ არ ვარ კარგი ქრისტიანი, ადრეც ვთქვი თქვენს გადაცემაში, მაგრამ მე მაინც გძნობ რომ ღმერთი მეხმარება და თან მიკვირს და თან ვხედავ რომ აი ალბათ ამიტომაცაა ღმერთი კიდევ უფრო დიდი განსაკუთრებული. როდესაც უღირს ეხმარება, ხო? და საბოლოოდ ღმერთი არ გშორდება ჩვენ. აი სად არის ღმერთიო, იციან ხოლმე თქმა რაღაც ტრაგედია რო ხდება, რატომ დამტოვე ღმერთო? ღმერთი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს ღმერთს.
წყდიადი ეცვა ტანზე ჩოხავით ღამეს დაიჯდა ჩუმად მწირებთან ჩემი კალამი ნიხელ ჯოხივით ჩემს გადაღლილ სულს მიაცილებდა უმზერდი მიწას როგორც ლაბირინთს ვარღვევდი მცნებებს ხათრით ალებთან ჩემს ბედის წერას ქვის დოლაბივით ვიღაც უკუღმა ატრიალებდა და სადღაც შორს კი არმაზის ქვებთან თავს აბეზრებდა ზეცას კლდებოდვით ნირაღაც ჩემში არ მასვენებდა მაგრამ ვაი რომ ვეღარ წყდებოდი და თუ უშიშრად უტევდი ცხრამთას რად მეშინოდა ასე მეველის მიკვირდა ცოდვილს რომ მაინც მწამდა იმ მითიური სასופეველის არ ვუნახივარ საუკუნეშინ და დამეძებდა ღმერთი ჩირაღდნით მე გულმოკლული ამ უკუნეთში სამარადისოდ გაუჩინარდი Bravo, Dante, bravo. მე ვაკვირდებით, მე მინდა ძვირფასო ტელემაყურებლებო დააკვირდეთ რითმათა და დისონანსურ რითმათა და ეფონიას და ხატსახეებს. რა საოცარი ყდებოდით და კლდებოდით და ყდებოდი. აი როგორი ერთი გამოყავ ახლა იქ კიდე არის აი როგორი ორიგინალური რითმები აქვს და როგორი სიტყვა თქმნადობა აქვს. Bravo, Dante, bravo. აი ეს არის ნამდვილი პოეზია, ამიტომაც მე გთხოვთ ახალგაზრდა პოეტებს, ახალგაზრდა შემოქმედებს, რომ დამიკავშირდეთ პირადში, ხოლო აი ასეთი დონის პოეზიით, მაღალი პოეზიით და არა რაღაც აი გუშინ დაწერა და დღეს ესე იგი ფიქრობს, რომ უკვე galaktionია და რუსთაველს ცოტათი ჩამორჩება. ბატონო და რა თქვენთან ეხლა ცოტა მაქვს რაღაცები თუ დროს შავეტევით თუ გვაქვს დრო კიდე თუ არა გვაქვს დრო აი უსმენდა მე მიხარია რომ თანამედროვე ახალგაზრდები უკვე ძიებაში არიან დადიან იმ სიმაღლეზე რომ უკვე საკუთარი რითმა გააჩნიათ საკუთარი ხედვა გააჩნიათ პოეზიაში მაგრამ მე ახლა ძალიან თავს ვერ დავიტრაბახებ მაგ ძიებით არა მშვენიერი მე ვიყავი მე წეგანაც გითხარით ჩემო ბატონო ვაჟა რომ ძალიან ხშირად დავდივარ ხოლმე და ემოციები ჩემზე ძალიან მოხვედებს რა ემოცია რაღაცას რო ნახავ ვიყავი თითქმის ყოველ წელს დავდივარ ხოლმე ვაჟაობაზე იქ ჩარგალში რა თქმა უნდა მე ისე არ შეიძლება ხო და იქ წავიკითხე თათარაიძის ლექსი სადაც ლექსიკი არა წიგნი არის გამოცემული სადაც გულქან რაზიკაშვილის მონათხრობი არის გეკნე მამა ღმერთსა ჩამახარა სახელი და იქიდან დავწერე ეს გამოვეცი პირველიც და მეორეც ეგ მაშინ ვაჟა-ფშაველას ქალიშვილის დირექტორი გულქან რაზიკაშვილის ამბობიდან სახნავში მუზა ესტუმრა ფშაվել კაცს თავს მიანებებს გუთანსა ხარებს ნებაზე მიუშვებს მორჩეთო ეტყვის გულქანსა თხოვნით მიმართავს შინწადი ჩამომიტანდე მელანსა ვახშამსაც მოიყოლებდე თან გადახედავ კერასა ვინძლო ძროხები გამოჩდნენ ნუ დატო მოუწველავსა თვითონ ხრნულის პირს დაჯდება დაიწყებს ლექსის წერასა ფურცელზე აშავებს თეთრსა და ქათქათელასა ხან ლუხუმს მოიხსენიებს ხან კვირიას და ლელასა ხან ორლესულას დახედავს ხან თოფს მიაპყრობს მზერასა ბახტრიონს მტერი ჩამდგარა კახეთი ითხოვს შველასა არავინ აკავს დამხმარე არც არავის თხოვს შველასა დროდადრო კალამს ასვენებს ფამდურზე იწყებს მღერასა მინდვრის ყვავილებს უმღერის ხმელ წითელსა და თელასა მიწაზე წყარო შეხარის ცაში არწივს და ძერასა თუ აღარ ყოფრის სახნავად თიელკაც ღმერთის ხელასა აი კიდე ერთი შედევრი ეხლა მე მინდა ერთ რითმას გაუსვა აღარ ვილაპარაკებ მეც პირდაპირ თქვი რომ შედევრია ნახეთ რა ლამაზი ხატსახე შემოგთავაზა ნოდარ მდინარაძემ თეთრსა და ქათქათელას აი გინახეათ სადმე აი გულზე ისე მომეფინა რა აი როგორც აი თეთრსა და ქათქათელასა საოცარი ხატსახე ბრავო ნოდარ ხო და galaktion ტაბიძეს ეხლა ტაბიძის ხეივანე გორის ციხის გვერდით ტაბიძე გორთან დაკავშირებული იყო და რასაც შეუბედე რა მე თქვა galaktionის ეხლა ცოცხალი იყოს გამემბრაზებული სხვათაშორის ბატონი ჯემალ ინჯიას იდეით რომ galaktionის ხეივანი ყოფილიყო ჩვენი უფროსი მეგობარი არის და წინამძღოლი ქართულ პოეზიაში დიახ მისი ცხოვრება გავდა ქარიშხალს
მისი ლექსები ზვირთებს ტალღების ღვთიურ სითხეში პოვა თავი ხსნა გზა უკვდავების და ამაღლების მისი მეეტლე კვლავ ძველებურად მიერეკება ცხენებს შარაზე არ უცხოვრია პოეტს მეფურად თუმც როგორც მეფე ვამბობთ გალასე იყო ტკივილი და სიხარული იყო ცრემლიც და იყო გოდებაც გვირგვინა დადგა ზღვა სიყვარული მის გენიალურ შემოქმედებას ის მყარად იდგა სამწერლო გზაზე არა ყოფილა ეს გზა ადვილი ის დიდი იყო და მთაწმინდაზე შესაფერის იხპოვა ადგილი და როცა ისევ დაბერავს ქარი ველს ზღაპრის ამბებს მოიტანს სიო გორის ციხესთან ლექსთა ლაშქარით მე კვლავ ვიხილავ თვით გალაქტიონს ბრავო ვერც მაცხონოს გალაქტიონ ტაბიძე და ის არის ხო ერთი რა ქვია მას გუშინ თელ დღეს ქარი ქროდა ხანში ინჟლავდა ხანაც თოლდა ქუჩა უბან ქარს ფოთლები გადახქონდა უცებ თვალწინ წამომიდგა ძველი ღობე ძველი ოდა მომეჩვენა თითქოს ტყიდან ზურგით შეშა ჩამომქონდა მამა პირუტყვს წყალს ასმევდა დედა თონის პურს აცხობდა ბუხრის პილას ჩაფუთნული ბებო ხელთათმანებს ქსოვდა მახსოვს ღამით ჯალაბობა სახვალიო გეგმებს ბჭობდა ბალღებს სიბრძნე რომ გვესწავლა პაპას ღაბრებს გვიყვებოდა ძველი ფარდაგი და სარკე ოთახს ორ ნაწილად ყოფდა შეშა ისე ფშიტინებდა ნახევრადაც ვერ გვათბობდა ვერ ვიტყვი რომ ზამთრის სარჩო საკმარისზე მეტი გქონდა ცოტა ღვინო ცოტა ფქვილი ცოტა ერბო ყველიც გქონდა სიყვარულით ვიზრდებოდით მშობლის სიტყვას ფასი ჰქონდა მეგობარი მეგობრობდა მეზობელი მეზობლობდა თუმცა მაშინ ბავშვი ვიყავ ის დრო მაინც დამახსოვდა ეხლა ჩემ თავს ვეკითხები ნეტავ რომელი დრო ჯობდა ის დრო ჯობდა ჩემონოდა რა საოცრად დახატა ჩვენი ბავშვობის დროინდელი მე მადლობით მინდა ვთქვა მერაბ ჭიქაშვილთან თემგის ომანიძესთან ვიყავი ტელევიზიაში საქართველოს ტალღაზე და იქ გავიხსენე რომ კი ბატონო ეკლესიები დაკეტილი იყო მაგრამ ხალხი ცხოვრობდა ქრისტიანული მორალით კაცი უყვარდა მეზობელს სახლი არ იკეტებოდა ვინ გააკეთებდა ფანჯრებზე იმას ჟალუზებს და რაღაც რკინის ღობეებს და იმას და რკინის ჩვეულებრივი ფიჩხი ეყარა მეზობლიდან მეზობელთან რომ გადადიოდი და რაღაცა მინდა რა და მე დანტე დაგითხოვ რა დიახ კი ბატონო წუხელ ტალახის წვიმა მოვიდა ხალხიც ერთმანეთს ესროდა ტალახს ქუჩები გავდა ნაბრძოლ კორიდას გაზის ნახჩოლი წამლავდა ქალაქს დაძრები დუმდნენ თავდახრილები მთაწმინდის თავზე მოსთქვავდა მთვარე ერთი მეორეს ძმათა შვილები სვავების მსგავსად კორტმიდნენ თვალებს აი დღევანდელობა დანტე გენაცვალე აბა სიტყვის ალავერდი ისევ თქვენთან ვარ დანტე ახლა ბატონებო მე მგონია რომ ადამიანების ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ ძალიან უჭირთ თავიანთი ადგილის პოვნა ამ ცხოვრებაში და არასწორი მიზნები აქვთ ზოგი ქონებას მიელთვის ზოგი ძალაუფლებას ზოგი რას და რატომღაც ამ ყველაფერს როცა მიაღწევენ მართლა ბევრნი ვერ აღწევენ მაგრამ ვინც აღწევენ ხო აღმოაჩენ რომ ამაში არ არის ბედნიერება მაშრაშია ბედნიერება იბადება კითხვა მეც ხშირად მიყურებენ ხოლმე გამომცდელი თვალით ეხლა ამ ასაკში რაღაც დროს სწავლა რაღაც დროს ეს შენი უნივერსიტეტში სიარულია სად არის ის დაგროვილიავლადიდება რაც უკვე უნდა გქონდეს არ ვიცი შეიძლება პრობლემა ჩემში არც მაგას არ გამოვრიცხავ მაგრამ მე ჩემი თავი ვიპოვე პოეზიაში და აქ არ არის საუბარი რაღაცა დიდ პოეტობაზე დიდ ლექსებზე რაღაც დიდ ამბიციებზე ამ ხრივ ეს ამბიციებიც იყო თავის დროზე ჩემში მე უბრალოდ მივხვდი რომ თვითონ ლექსის წერის პროცესი მომწონს და როცა რაღაცას დავწერ ისეთ ჩემს ნაფიქრავს იმ ჩემს ტკივილს და რომ ამოვიღებ ეს იმდენად სასიამოვნოა რომ სხვა არაფერი არ მინდა უკვე მყოფნის ჩემთვის ეს ყველა ტაშზე ოვაციაზე რაღაც ჯილდოებზე უფრო მეტია სულიერი კმაყოფილება ყველაზე დიდი კმაყოფილება რა თქმა უნდა
კი. და ამიტომაც ჩემთვის ლექსის წერა უკვე გახდა მარტივი. მე ვწერ ისე, როგორც მე მინდა. ძერწავდი სულის ბოლო ლუკმიდან, ლექსებს და ამ დროს თავგასულ მდგმურებს, დარდიანობა ჩემი უკვირდათ, ჩემი განვლელი გზების შემყურეს, გავდი უგულოდ დაგდებულ მარცვალს, ბედით რომ ერგო ხრიოკი მწირი, ჩემს ძველ ფეხსაცმელს სიძველის ნაცვლად, გაუცებისგან დაეღო პირი. სულ არ იცოდა, არც იმ სოკრატემ 2000 წელს რომ გაუძლებდა, მე უმანტიო არისტოკრატი, ვათევდი ღამეს ნიძველ ფურცლებთან. გახსოვს, ეძებდნენ შმაგები ძველად, გრაალს ნატვრის თვალს ან ატლანტიდას, სარკმელის თავზე ვით ბედისწერა, იბადებოდა ღამე ლანდიდან. და ჰქონდა სუნი სიდამპლის შმორის, რადგან დროების იყო მორჩილი, შორს მაღალ მთებში ნადირებს შორის, მთვარე დაძრწოდა ოჩოკოჩივით. ოთახში იდგა, ნაქარაფევი, ფიქრი მიხმობდა ერთგულად მიმყოლს, მრჩებოდა ლექსი, ვით არაფერი და არაფერიც ლექსივით იყო. ვა, მშვენიერი და საოცარი ფილოსოფიაა ჩადებული. რჩებოდა ლექსივით არაფერი და არაფერიც ლექსივით იყო. ვა, ბრწყინვალე. ეხლა ეცი რა გამახსენა? ერთ ჩემი პატარა ლექსით გამახსენა, ნოდარ ხო შეიძლება მეც. რა თქმა უნდა, კაცო. იმათ ციგრის ყდაზეც მაქვს ეს ციგრის ყდაზე გატანილი. ქარის სანთელს ხათთან გიქრობს, მაგრამ ანთებ რწმენას მწეს, წერე ისე როგორც ფიქრობ და იცხოვრე როგორც წერ. დიახ, დანტე. შეამჩნევდით მე ჩემს ლექსებში ხშირად ვიყენებ ნი ეს არის ჩემი მუზა, აბსტრაქტული, ჩემი გამოგონილი. როგორც ჩანს არც ისეთი ნიჭიერი პიგმალიონი ვარ, არ გაცოცხლებულა. ჩვენ ხო ვიცით, ქარჩხაძეს აქვს ძალიან ისეთი ფილოსოფიური მცირე მოთხრობა იგი. კი, ბრწყინვალე შედევრია. კი. და იქ ესე აწე პრეისტორიული მოთხრობა. დიახ. ფიქრობდი, აი რამ გამოიწვია იგის მეტამორფოზა, რატომ გაიმართა წელში და რატომ დათმო ის ცხოველური ხარე და დაიწყო გაადამიანება. და მე ეს ყველაფერი ნის დავაბრალე. ალბათ ნისბრალი იყო. ამიტომაც ხშირად ვიყენებ ხოლმე, ნი არის ჩემი მოპასუხე. ნის ვესაუბრები, რომ იცოდეს მაყურებელმა. ახლა შეიძლება ცოცხალი ვიღაც გონია და ამიტომ კაია რომ განმარტება გააკეთე. აღარ გათავდა დღეების იმწრის, მაინც გაურბი ჩემს თავს აუზნიანს და ჩემი შენზე ფიქრები იცი, პეპლების ფრთებზე უფრო ნაზია. მე უნდა მწამდეს ლექსი ისე რომ გზა ამერიოს ზოგჯერ თავადაც, ცა გახდა ისევ ნი მოცისფერო, მორიგი ღამე მოიავადა. შენ ისევ სწუხარ, რომ გავცივდები, ზამთარში მძლევენ ავიქარები, გადავაგორებ თოვლის წინდებით და გადავრჩებით უგეყვარები. მაგრამ ვაი თუ მელანი დაშრეს, გულიც გაუსკდეს ჩემს ზრას ჭენებით, წაიკითხავენ ამ ლექსებს დაშენს, ნი არსებობას დაიჯერებენ. ნეტავი მართლაც, იყო ნამდვილი, შენ არ გაბრალებ, რა მაგატირა, ჩემი სულია ამ ქახალდივით, თხელი, ყვითელი და ფარატინა. ბრავო. დანტე არის ძალიან აი ნიჭიერი და ძალიან მიხარია რა, რომ დღეს ალბათ მალე ახალი ესეთი საოცარი პოეზიის ძალიან მალე ახალი ამ ჩვენ დაძაბულ საქართველოს დაძაბუნებულ ხალხს და რაღაცამ პოლიტიკურ კატაკლიზმებით სავსე პერიოდს. დიახ, 5 წუთი დარჩა გადაცემის დასასრულამდე. წაიკითხე კიდე ერთი ლექსი. მაშინ წავიკითხავ ეს ლექსი, თქვენ ციცით ბატონო ნოდარ, მათ შორის თქვენს კომპანიაშიც დავწერე, გახსოვთ ალბათ უკვე ნახსენებ გალაქტიონის ხეივანში. იდგნენ დიდი ადამიანები, ბატონი ნოდარ მდინარიძე, ბატონი ჯემალინჯია, ბატონი დავით დარბაიძე და მეც იქ ვიყავი კუთხეში ისე საიდან როგორ არ ვიცი, მაგრამ ხომ ვიდექი და რა იყო იცით საინტერესო, ეს დიდი ადამიანები ერთად შეკრებილი იყვნენ, ერთის ხრივ ისტორიული მომენტიც ხო იყო, ვიღაცა სურათი გადაეღო და რჩებოდა. გალაქტიონს ვიგონებდით. და ამ დროს გამლელები აივლიდნენ, ჩაივლიდნენ, სულ იცოდნენ ვინ ვიყავით ჩვენ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები. თითქოს ვერ ამჩნევდნენ. და
მაშინ აი ამ ლექსით დავასრულებ, რადგან კიდევ ერთხელ მადლობას მოგიხდით, რომ მომეცა საშუალება თქვენს გვერდით გამოვსულიყავი, ბატონი ნოდარის გვერდითაც განსაკუთრებით და ამ ლექსით დავასრულებ. უეცარი კაეშანის მომეტებით შარიანა დაშლილიყო სტრიქონები და ქუჩაში უსახელო პოეტები ჭიქაღვინით გალაქტიონს ვიგონებდით. სული შვებას მოითხოვდა გაველებით, დაათრევდა ქარი ხვნეშით დროის ცოდვებს, გვარიდებდნენ ნითვალს ჩქარი გამვლელები, პოეტები რომ ვიყავით არ იცოდნენ. ჩვენთან იყო ახოვანი გორის ციხე, გარინდებით ყურს გვიგდებდა როგორც ბავშვი, გამახსენდა, ვკითხულობდი გალას წუხელ, ნაბიჯების ხმაც მესმოდა დერეფანში. და მეც თითქოს იგისენი მჭირდა წუხელ, მოლოდინის ჟრუანტელით თრთოდა ფარდა, პოეტებმა დღეს ისეთი დავიქუხეთ, რომ მიწის ქვეშ ჯოჯოხეთი შეზანზარდა. კარგია, კარგი. რო არის დავამთავრო. კი, არა. ერთ ლექს ავიკითხავ. კი, არა, 4 წუთია დასასრულამდე, კი ბატონო. მე ჩემ თავს მივეცი ამისი როგორც ხელოვანი, როგორც პედაგოგი და ისტორიული აქვს დამთავრებული. მაინც რანი ვართ. ვიცი, მოვდივართ უხსოვარ დროდან და წინაპარიც ყვავს ძველთა ძველი. და ისიც ვიცით, რომ სხვებთან ერთად საკუთარ თავის თვითონ ვართ მტერი. მაინც რანი ვართ. ვკვეთეთ ქალაქი კლდეში და ღრეში ქრისტეს ტაძრები აუგეთ მცველად, ვჭედეთ მახვილი რკინის მკვნეტელი, შემდგომ საკუთარ მარჯვენის მჭრელად. ვამბობთ ბადალი არ აკვავს ქვეყნად, თავისი წილი გვარგუნა ღმერთმა გამოვიარეთ მწარეც და ტკბილით სამშობლოს ბევრჯერ შევწირეთ შვიდი. ვართ წამებული ქრისტეს რჯულისთვის, ვართ გაყიდული ბევრჯერ ფულისთვის, ხან შეჩვენებით, ხანაც წყალობით მოვსულ ვართ დღემდის ღვთისმფარველობით და მაინც რანი ვართ. იქნებ საწამლავს გვიყრიან ჯამში და გვაყეფებენ როგორც მურიას, მავანს და მავანს დრო გამოშვებით კვლავ ბაზალეთის ომის წყურია, იმედს არ ვკარგავ დადგება ჟამი, ქართლოსის მოდგმის, ქართლოსის ჯიშის, გონზე მოსულებს აღარ გვექნება მაინც რანი ვართ ამ კითხვის შიში. ბრავო. კიდე ერთი ლექსი წაიკითხე. დანტე, წაიკითხე. ლიტ აივანის უფროსო ვახუშტი კოტეტიშვილს გაუგზავნე პირადად. მე გახსოვ თბილისში არსებობდა კი ბატონო. აივანი. ლიტ აივანის უფროსო პატივცემულო ვახუშტი. გავიგე ხშირად ქეიფობთ ლიტ აივანზე ზაფხულში თუნებას დამხტავთ გეწვევით ჩემი ღვინით და ლექსებით. ერთ-ორ კაფიას მეც გეტყვი სხვა სიტყვას არ ვესესხები, თუმცა კი ვიცი თქვენამდე მოსვლა რომ გამიჭირდება, საძმოში თქვენთან მომსვლელ კაც ღმერთის დასტური სჭირდება, ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი ლიტ აივანის მგოსნები, არ მოკლებოდეს თქვენ საძმოს კალმოსან აივნოსნები. და ჩვენი მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისათვის. ჩვენი სანამდისინ გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. ორი შესანიშნავი პოეტი მყავდა დღეს სტუმრად გორიდან, ორი სხვადასხვა თაობა, 55-ში დაბადებული ბატონი ნოდარ მდინარაძე და 91-ში დაბადებული დანტე დარდიანი. ორი შესანიშნავი პოეტის საოცარი ლექსები, საოცარი ლირიკა, სამშობლოსადმი სიყვარულზე, მომავალზე ფილოსოფიური ლირიკა მოისმინეთ. მე ბედნიერი ვიქნები თუ საქართველოში მრავლად იქნებიან პოეტები, რამე თუ პოეზია სწორედ ღმერთთან მიახლების ერთ-ერთი საშუალება. ეს ხალხი თავისი ლექსებით ლოცულობს უფალზე, სამშობლოზე, ქართულ მიწაზე და ქართულ ტკივილზე. მე ვაჟა ოთარაშვილი მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო.